ბათუმის გარეუბნებში წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია ოქტომბერში უნდა დაიწყოს. მიწისქვეშა კომუნიკაციების სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერის მესამე ეტაპის პრეზენტაცია მერიაში გაიმართა. სამმა კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოების გეგმა წარადგინა. გამარჯვებული 10 დღეში უნდა გამოვლინდეს. პროექტს გერმანული KfW ბანკი ბათუმის თვითმმართველობასთან ერთად ახორციელებს. პროექტის ღირებულება 56 მილიონი ევროა. ხარისხის კონტროლს და ხარისხის მართვას და საწარმო პროცესს გამართავს გერმანული კომპანია Ludwig Pfeiffer, ან თავისი მენეჯმენტით და შესრულება იქნება ჩვენი ინჟინრებით, რომელიც ვართ გამოცდილი, სულ ჩვენ აჭარაში ვმუშაობთ, კერძოდ ბათუმში და ყველაზე ერთ-ერთი მსხვილი კომპანია ვართ აჭარაში, ადგილობრივები. მე მგონი ყველა თვალსაზრისით უნდა ვიყოთ მოგებული. პირველად სარეაბილიტაციო პროცესი დაიწყება ჭაობიდან, შემდგომ მეორე ლოტის პირველი სტადია დაიწყება. იქაც სხვადასხვა კომპანიები მონაწილეობენ. ამ შემთხვევაში დღეს გაიხსნა პაკეტები, მონაწილეობდა 3 კომპანია. პირველმა კომპანიამ Heselsanma დაასახელა თანხა 29.330.000 евро. მეორე კომპანიამ Pfeiffer გზამ მიუთითა თანხა სარეკონსტრუქციო სამუშაოებისა 16.399.865 და 64 евро და მესამე კომპანია იყო ეჯიტაში, თურქული კომპანია, რომლის შესრულებული სამუშაოების ღირებულება იყო მითითებული 17.550.757 ლარი.